სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. დღეს არის ჩვენი ტაძრისთვის გამორჩეული დღე, როცა ჩვენ ვიხსენიებთ წმინდა სტეფანე აღმსარებელ ბოდბელ ეპისკოპოსს, რომელიც თავის დროზე მღვდლობაში იყო ჩვენი ტაძრის წინამძღვარი და 15 წლის განმავლობაში აქ მღვდელმოქმედებდა, ვიდრე 1903 წელს არ გადაასახლეს იგი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ვასილ გარბელაშვილი მოდიოდა ძალიან ცნობილი გალობელი გვარიდან. ამისი ფილიმონი იყო ცნობილი ლოდბარი მთელს ქართკახეთში და დღემდე შემორჩენილი კარბელაანტკილო სწორედ მათი შემონახულია, მათი შესწორებული, გალამაზებული, დახვეწილი და ჩაწერილია. ძმები კარბელაშვილები ბავშვობიდან იზრდებოდნენ ღვთისშიში, წმინდა წერილის სწავლაში და ამაში მამა და მისი დედა ანა დიდ როლს თამაშობდნენ. ისინი ასწავლიდნენ ბავშვობიდანვე გალობას, მედავითნეობას, ღვთისმსახურებას და წიგნიერებას. წიგნიერება ჭირდა იმ დროს ზოგადად ეპოქაში, ვინაიდან ბევრმა არ იცოდა წერა-კითხვა და სასულიერო პირები ამით იყვნენ გამორჩეულები, რომ მათ ჰქონდათ წვდომა, ესე იგი წიგნებზე, ჰქონდათ წვდომა განათლებაზე და დაეწაფდნენ მთელი ძმები, მთელი გულით ძმები სწორედ საღვთო ჯულს და ყველა მისი ოჯახის წევრები გახდნენ სასულიერო პირები. წმინდა სტეფანე გარბელაშვილი გამორჩეული იყო იმით, რომ ის არა მარტო საეკლესიო საქმეში იყო გაწაფული და მან უდიდესი როლი ითამაშა ქართული გალობის ჩაწერა, ჩაფიქსირების საქმეში, სანოტო სისტემაზე გადაწყობაზე. არამედ იგი ჩაბმული იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. ის ჩართული იყო რუსიფიკაციის და ცარიზმის დროს ქართული ენის დაჩაგვრის და მისი აღმოფხვრის მცდელობაში. მამწინააღმდეგი იყო მოძრაობაში ჩართული აქტიურად და აი ამ მიზეზების გამო იგი შერაცხილი იქნა ეგზარქოსის მიერ როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტი, რომელმაც ბევრი ზიანი მიაყენა რუსულ ცარისტულ საქმიანობას საქართველოში და უკვე 1903 წელს იგი გადასახლებული იქნა, როგორც თქვით, საქართველოდან, სწორედ იმიტომ, რომ ის მონაწილეობდა ფარულ შეხვედრებში, კრებებში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მოგეხსენებათ, რომ ერთი საუკუნით ადრე 1801 წელს ქართკახეთის სამეფო იქნა გაუქმებული ცნობილი მანიფესტით და უკვე 1811 წელს იქნა მცხეთის საკათალიკოსო გაუქმებული და პირველად ქართველი ეგზარქოსი დაინიშნა ვარლამ ერისთავი, ხოლო დანარჩენი უკვე რუსი ეგზარქოსები მართავდნენ საქართველოს საწყისოს. და მათი გეგმა სწორედ რუსიფიკაცია იყო, ანუ გარუსების მცდელობა. ეს იმპერიების, ყველა იმპერიის დამახასიათებელი თვისება, იქ სადაც მიდიან, აუცილებლად თავისი კულტურა უნდა შეიტანონ, იმის და მიუხედავად მისი კულტურა უფრო
მეტია თუ ნაკლები იქ სადაც ისინი არიან და ის ქვეყანა რომელიც დაიპყრეს. ეს იმპერიების სცენია და არ უნდა გაგვიკვირდეს რომ რუსეთიც ისეთივე იმპერიალისტი იყო როგორც საფრანგეთი, ინგლისი და ასე შემდეგ, პორტუგალია, ქვეყნები რომლებიც იპყრობდნენ და შემდეგ თავის მოდელს ცხოვრების წესს ახვევდნენ თავზე. აი საქართველოში ეს წინააღმდეგობა ძალიან ძლიერი იყო და ძირითადად მაინც ეკლესია იყო ბურჯი და დასაყრდენი ამ ანტირუსული მოქმედებებისა და მართლაც 17 წელს გაბედა ქართულმა ეკლესიამ და დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ეგზარქოს, აირჩია კათალიკოსი პირველი, ეს არის კირიონი მცხეთის კრებაზე და აკურთხეს იგი კათალიკოსად, ეს იყო 1917 წელი და უკვე 18 წელს აი უკვე გაკვალულ გზაზე საქართველოს სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 26 მაისს ჩვენთვის კარგად არის ეს ცნობილი და ეს დღემდეც აღინიშნება. და აი რაღაცნაირად ეკლესია იყო ფლაგმანი ბრძოლისა თავისუფლების და ბრძოლისა დამოუკიდებლობის ბრძოლისა ჭეშმარიტების დამკვიდრებისა ჩვენს ეკლესიაში და ერში. ეკლესიაში სწორედ იმუხტებოდა ხალხი ღრმა სულიერი ენერგიით და შემდეგ ეს ძალა გაქონდათ ხალხში. იმიტომ რომ ადამიანი მაშინ არის ადამიანად წოდებული, როცა მას აქვს თავისუფალი ნება, თავისუფალი არჩევის უფლება. ამიტომაც ეს თავისუფლება ძალიან ძვირფასია ადამიანისთვის როგორც არსებისთვის, მაგრამ როგორც ქვეყნისთვის, განვითარებისთვის, ქვეყნის წინსვლისთვის აუცილებელია სუვერენიტეტი და მოუკიდებლობა და შენი თავი შენ თვითონ მართვა. ასე ამბობს ამბროსი ხელაია ერთ-ერთ წერილში, რომ ერს უნდა ეკუთვნოდეს საკუთარი თავი. ერმა თვითონ უნდა განსაზღვროს რა არის მისთვის კეთილი და რა არის მისთვის ბოროტი. რას დაარქმევს ის ერი კარგს და რას დაარქმევს ერი ცუდს. მან მოირჩიოს და ისე უნდა იცხოვროს. მაგრამ არსებობს ინდივიდუალური თავისუფლება, რომელიც იმის და მიუხედავად ქვეყანა რა მდგომარეობაშია, როგორ მონობაში იმყოფება თუ როგორ მარწუხებში, ინდივიდუალური თავისუფლება შეუზღუდავია. შეიძლება ციხეში იჯდე, შეიძლება ბორკილები გედოს, მაგრამ სული თავისუფალი იყო. ინდივიდუალური თავისუფლება იწყება თავის თავზე გამარჯვებით. როცა ადამიანი თავის ნებებზე გაიმარჯვებს, როცა ადამიანი თვითონ მართავს თავის თავს და არა მისი მოთხოვნილებები თუ წვრილი სურვილები. არამედ თვითონ შეუძლია გადადგას სასარგებლო ნაბიჯი და ამით გამოხატოს საქციელი. არა უბრალოდ ინსტინქტურად იმოქმედოს, არამედ საქციელი ჩაიდინოს და გადადგას მხარი და ღვთისთვის სათნო ნაბიჯი. ამიტომ არის ეკლესიაში მარხვაც, ლოცვაც, წმინდა წერილის კითხვაც, რომ ამ თავისუფლების გზაზე ადამიანმა მოახერხოს თავიზე მაღლა დგომა, ისწავლოს გაწრთნას თავისი სული და შემდეგ კრიტიკულ მომენტში გადადგას სწორი ნაბიჯი. ეს სწორი ნაბიჯი იყოს თავისი არჩევანით გაკეთებული. დღესაც ესეთი სურათი გვაქვს. ინდივიდუალური თავისუფლება, სახელმწიფოებრივი თავისუფლება. ბრძოლა
სახელმწიფოებრივი თავისუფლება მოდის აი სწორედ ასეთი ინდივიდებისგან, რომ თითოეული მათგანი ადამიანი, რომელიც თავისუფლად აღიარებს თავის თავს, მას შეუძლია ბევრი რამის გაკეთება. მას შეუძლია მთების გადადგმაც კი, როგორც სახარებაშია. და ადამიანი, რომელიც ვნებებით არის შეპყრობილი, მიპყრობილია მხოლოდ საკუთარ სურვილებზე, მიჯაჭვულია თავის ცდომილ ცხოვრების წესზე, მას რეალურად ვერაფრის გაკეთება ვერ შეუძლია. ვერც პოლიტიკური თავისუფლების მოტანა შეუძლია. და ასეა ყოველთვის ხალხს გონია, რომ თუ საქართველო განთავისუფლდება, ხალხიც თავისუფალი იქნება. რომ ესე არ აღმოჩნდა საქართველო განთავისუფლდა, მაგრამ ერი ისევ მონობაშია. მონობაშია კერპთაყვანისმცემლობის, მონობაშია სხვაზე დამონების და სხვისი მართვის სურვილით, მონობაშია მაშინ, როცა არ შეუძლია მას, რომ მითითებების გარედან მითითებების გარეშე ცხოვრება. არ შეუძლია მას თვითონ გადაწყვიტოს რა უნდა გააკეთოს და რა არა. ასე რომ აუცილებელია ადამიანისთვის ღმერთის ჭეშმარიტი შეცნობა, რომ ჭეშმარიტებამ განგან თავისუფლოს შენ. ჭეშმარიტება არის ის საყრდენი, ის მარადიული ძალა, რომელიც ღმერთს შეგაცნობიებს და ღმერთის შეცნობით ხდება ადამიანი თავისუფალი. განთავისუფლებული ყოველგვარი დემონური ძალადობისგან, ყოველგვარი ბოროტებისგან და აკეთებს სასარგებლოს მოაქვს სარგებელი თავისი თავისთვის და ირგვლივ მყოფთათვის. ესეთი ადამიანი არის ძლიერი, შეურყეველი და შეუცვლელი. როგორც პავლე მოციქული ამბობს, რამ შეიძლება განმასწოროს მე სიყვარულისაგან ღმრთისა, იესოს სიყვარულისგან, ვერაფერმა. და იქ ჩამოთვლილი აქვს 1000 უბედურება, რაც შეიძლება ადამიანს გადახდეს. ვერ განგაშორებს ღმერთს ვერაფერი, თუ შენ მას შეიყვარებ და მის გზაზე დადგები. ერთხელ შედგები და იპოვი მარგალით, რომელიც სახარებაშია ნათქვამი, ძვირფას ქვას, რომლის გამოც შენ თბობ ყველაფერს მიწიერს და გინდა რომ ამ გზაზე იარო მარადილობას. აი ვასილ კარბელაშვილი, იგივე სტეფანე აღმსარებელი, სწორედ ესეთი შეყარებული იყო ღმერთზე და ეს მარგალიტი ჰქონდა ნაპოვნი. ბოლო პერიოდში, როცა ის უკვე 20-იანი წლების, 30-იანი წლების დროს იყო საშინელი რეპრესიები, განსაკუთრებით სამღვდელოებაზე, იყო დევნა სამღვდელოების, ბევრმა სასულიერო პირმა ვერ გაუძლო აი ამ ზეწოლას და კაბა გაიხადა, მღვდლობას თავი დაანება უამრავმა და თუ დანებებული არ ქონდა, კაბას იხდიდნენ და ისე დადიოდნენ, რომ ქუჩაში არ გაელანძღათ, არ ეცემათ და არ დაეჩაგრათ და სტეფანე აღმსარებელიც სწორედ იმიტომ არის აღმსარებელი, რომ ის კაბას არ იხდიდა და ოჯახის წევრების გადმოცემით ის ხშირად მოდიოდა მიწაში ამოგლანგლული, იმიტომ რომ სემდნენ, ურტყავდნენ, აგინებდნენ და აფუთხებდნენ. ის მაინც კაბას არ იხდიდა, ვინაიდან კაბა არის ქრისტეს კვართი და კაბა არის გადაგება. ეს გადაგება შეიძლება ყოველთვის სიტყვა ვერ მიაწიოს ადამიანმა, მაგრამ თვითონ
მღვდლის დანახავზე პირჯვარს რო იწერს ადამიანი, ეს უკვე ქადაგება, ეს უკვე ღმერთის გახსენება, ეს უკვე ლოცვითი ფორმა, მართალია მცირედი, მაგრამ მაინც ფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, ამიტომ აი ამ სიბეჯითის, ამ თავდადებისთვის, ამ მსხვერპლის გაღებისთვის სწორედ ამხელა აღმსარებლის ტიტული მიიღო მან როგორც წმინდანმა სტეფანე აღმსარებლად იწოდება ადამიანები, რომლებსაც აწვალებენ, აწამებენ, მაგრამ არ კვდება. მოწამეა ის, ვინც ცვალების დროს მოკვდება. აი, აღმსარებელია ის, ვინც არ კვდება და არ ჩერდება ქრისტეს ქადაგებით. აი, სტეფანე იყო ესეთი. და მის ხსენებას აღვასრულებდა ის ადგილი, სადაც ჩვენ სასულიერო პირები, ჩვენი ტაძრის ვდგევართ ამბიონზე, სწორედ ერთი საუკუნის წინ იდგა თვითონ, ქადაგებდა და მოუწოდებდა ხალხს სიყვარულისკენ და ქრისტეს გზას ასწავლიდა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და მათი მადლი გეწეოდეთ თქვენ ყველას.